თავდასხმა სისტემურ ბანკებზე რეჟიმი მზადა რუსების კომფორტისთვის მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები დარტყმის წინაშე დააყენოს. ოლიგარქმა სცენაზე პრორუსი დეპუტატი ილია ინჯია გამოიყვანა. სწორედ ფრიდონ ინჯიას შვილმა გაახმოვანა ოკუპანტების წუხილი. საქართველოს ბანკის მხრიდან რუსეთის მოქალაქეების საბანკო ბარათებზე ხარჯვის ლიმიტების დაწესებაზე. ის არ ერიდება ქართული ბანკი წამყვანი ბანკის რეპუტაციის დაზიანებას და ამბობს, რომ საქართველოს ბანკი ვიღაცის დავალებებს ასრულებს. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს უმსხვილესი ბანკების რეპუტაციის დაზიანებამ ქვეყნის ეკონომიკას. სპეციალისტების აზრით თამარ დემეტრაშვილმა მოისმინა ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება თამარ გისმენთ. თუკი საქართველოს ბანკი რუსებს ფუფუნების საგნების შეძენის საშუალებას არ მისცემს, ეს თურმე მათი მხრიდან არაქართული საქმის კეთება. აი ასეთ დასკვნას აკეთებს ეგრეთ წოდებული დეპუტატი ევროპელი სოციალისტებიდან და ეროვნულ ბანკს საქართველოს უმსხვილესი სისტემური ბანკის წინააღმდეგ რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც ჩანს, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქე კლიენტებისთვის ხარჯვის 300 ევროიანი ლიმიტის დაწესების შესახებ რუსები ძალიან შეაწუხა და ფრიდონ ინჯიას შვილით სასწრაფოდ მაშველთ რგოლად გამოჩნდა. ბრიფინგი გამართა და რუსების საწუხარი სასწრაფო წესით გაახმოვანა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში. დაარტყა ქვეყნის უმსხვილეს ბანკს და თქვა, რომ ესაა მათი თვითნებური გადაწყვეტილება და რომ საქართველოს ბანკი ვიღაცის დავალებებს ასრულებს. ილია ინჯია არც სავარაუდო ეჭვმიტანილის დასახელებას მორიდებია. ფაქტობრივად ამ დავალების გამცემად მან მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი დაასახელა. თქვა, რომ BlackRock-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის აქციები შეიძინა და რუსების შეზღუდვის გადაწყვეტილებაც რამდენიმე დღეში მოხდაო. არადა ბანკის აქციებს ამერიკული გიგანტი უკვე დიდი ხანია ფლობს. ანუ ფაქტობრივად ინჯია ამბობს, რომ თითქმის 4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ასეულობით კომპანიის აქციების მფლობელმა გიგანტმა საქართველოს ბანკის აქციები იმიტომ იყიდა, რომ რუსმა ტანიამ შანელის პიჯაკი ან ჰერმესის ჩანთა ვეღარ იყიდოს. და ამას თუ ბანკის საერთაშორისო სანქციების შესაბამისად შეზღუდავს, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკის დაზიანება და არაქართული საქმე. რას ნიშნავს ქართულ სისტემურ ბანკებზე ასეთი ფორმით თავდასხმა? და მართლაც რა შედეგს მოიტანს ეს ქართული ეკონომიკისთვის, თუ კი ოცნება რუსების ინტერესებით მოქმედებას გააგრძელებს? სპეციალისტებს მოусმინოთ. სანქციების არახსრულების შემთხვევაში მათ მოუწევთ მსხვილი ჯარიმების გადახდა. მაგალითად, თუ ტრანზაქცია არის 3 მილიონი, მათ მოუწევთ 1,5 მილიონის გადახდა ერთ ტრანზაქციაზე. რაც კიდევ უფრო უარესია აი ამ ჯარიმებზე, რაც ვახსენეთ, ეს არის ბიზნეს შეზღუდვები, მარეგულირებელი ნებართვების გაუქმება სუსტი კონტროლისთვის და შეიძლება ბევრად აღემატებოდეს კონკრეტულ ტრანზაქციებზე დაწესებულ ჯარიმებს. დასავლეთის მიერ ბანდიტური სახელმწიფოსთვის დაკისრებული სანქციების აღსრულება არის ქართული საქმე. თავდასხმა ქართული ოცნების მხრიდან ჯერ ერთი რომ მინიმუმ ეროვნულ ბანკში მაინც დაერეკა და ეკითხათ რაშია საქმე. ხო, ინფორმაცია მაინც მოეძიებინა რაღაც რუსულ პროპაგანდას სანამ აყვებოდნენ, მაგრამ უკვე მე მგონი მაყურებლისთვის ძალიან კარგად არის გასაგები რას ემსახურება ზოგადად ეს. ის რომ ქართულ ბანკებში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს საერთაშორისო ბანკებს აქვს წილი, ეს სასახად კარგია ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის, ანუ ისინი ენდობიან ქართულ ბანკებს, ხოლო თავდასხმა ქართული ოცნების სხვადასხვა რაღაც სატელიტების მხრიდან ეს არის უბრალოდ რუსულ ნარატივს აყოლას. ის რომ საქართველოს ბანკის რუსეთის მოქალაქე კლიენტები მათ ბარათებიდან 300 ევროს, დოლარსა და ფუნტზე მეც ვეღარ დახარჯავენ, გასულ კვირას გახდა ცნობილი რუსული წყაროებიდან. რუსული RBK-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფუფუნების საგნების შესყიდვის ლიმიტზე კონტროლს თავად ბანკი განახორციელებდა და იმის შიშიც იყო გამოთქმული ამ სტატიაში, რომ იგივეს გააკეთებდნენ სხვა ბანკებიც. გააკეთა თუ არა იგივე მეორე ქართულმა სისტემურმა ბანკმა TBC-მ, ჩვენთვის უცნობია. ბანკი ზოგადი კომენტარი შემოიფარგლა, გვითხრეს, რომ ისინი განუხრელად იცავენ საერთაშორისო სანქციებს. ამიტომ სავარაუდოა, რომ TBC-ც იგივეს გააკეთებდა ან გააკეთებს. ვკითხეთ ეროვნულ ბანკსაც ხომ არ ყოფილა ახალი მითითება საერთაშორისო სანქციების კონტროლის კუთხით. იქიდანაც შაბლონური პასუხი გაგვცეს, ახალი რეგულაცია არ გამოგვიცია და ბანკები მოქმედებენ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვითო. იყო ეს ერთჯერადი თავდასხმა ბანკზე თუ ილია ინჯიამ უფრო შორსმიმავალი გეგმა გაახმოვანა, ეს უკვე სამომავლოდ გამოჩნდება.